enfants de la patrie, le jour de gloire est arrivé. Contre nous de la tyrannie, l'étendard sanglant élevé, l'étendard sanglant élevé. Entendez-vous dans les campagnes mugir ces féroces soldats? Ils viennent jusque dans vos bras, égorger vos fils et vos compagnes. Aux armes, citoyens, formez vos bataillons. Marchons, marchons, qu'un sang pur abreuve nos sillons. გამარჯობათ, მოგესალმებათ ტელევიზია ახალი საქართველო და გადაცემა პრეს რევიუ. დღეს მე გიორგი ბურჯანაძე წავიყვან ამ გადაცემას და ჩემთან ერთად იქნება ბატონი დემურ გიორხელიძე. ვისაუბროთ იმ პრობლემატიკაზე, რაც საქართველოშია, იმ ბედნიერებაზე, რაც ჩვენ გვეღირსა, საქმე გვაქვს დენისსა და გაზის ტარიფის მომატებაზე. დენის ტარიფი უკვე მოუმატეს და გაზის ტარიფი ესე ვთქვათ რიგშია. ბატონო დემურ, სანამ თქვენთან შეკითხვაზე გადავიდოდე, მე დავიწყებ და საზოგადოებას, ესე იგი, მოვახსენებ იმ არსებულ მდგომარეობას, თუ რა და როგორ არის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად ესე იგი ადეკვატურია დენის ტარიფის ზრდა საქართველოში. და ისეც ასეთი მასშტაბებით, როდესაც 4.5-ით გვიმატებენ დენის ტარიფს. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ქალაქის მერია უკვე უარს ამბობს იმ 100-ლარიანი ვაუჩერის გაცემაზე, რომელიც ესე იგი მოგდიოდა ყოველ ჩვენგანს და პირადად ჩემთვის ეს იყო უზარმაზარი შეღავათი ჩემი ოჯახისთვის. მე მყავს მეუღლე და 2 შვილი და ვერანაირად ესე იგი ჩემ ოჯახში 300 კილოვატზე ნაკლები ესე იგი ელექტროენერგია ზამთრის განმავლობაში ვერ მოახერხე და ვერ დავხარჯე. ანუ უამრავ ჩემნაირ ადამიანს მოუწევს 22 თეთრიანი ტარიფის გადახდა. ეხლა საქმე რაშია და რას გვეუბნება ხელისუფლება და რეალური მდგომარეობა რაშია. იმის გამო რომ ესე იგი გაზის ტარიფი იზრდება, ლარის ვარდნის გამო უпроსტოდ იზრდება გაზის ტარიფი, ჩვენ გვეუბნებია რომ სხვა გამოსავალი სახელმწიფოს არ აქვს. მაშ დავიწყოთ ასე. საიდან შედგება ეს გაზის ტარიფი? გაზის ტარიფში ჩვენ უნდა ჩავდოთ პირველი. ეს არის 246 ლარი, 246 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. ეს არის კომერციული ფასი, რომელიც აქვს დასმული აზერბაიჯანის მხარეს საქართველოსთან შეთანხმებაში. მაგრამ ეს შეთანხმება გაფორმდა მაშინ, როდესაც მსოფლიოში გაზის ფასი იყო 450 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე და ეს იყო ძალიან შეღავათიანი და ნორმალური ფასი. ამას გარდა საქართველო აზერბაიჯანიდან ერზერუმში ხო გამოვალ გასადენიდან იღებდა ყოველ ესე იგი ყოველ 1000 კუბურ მეტრზე 5%-ს, ამას გარდა დამატებით 125 დოლარი უნდა ჯდებოდა 1000 კუბური მეტრი. კიდევ შემდეგ ჩვენ რა შეღავათები ქონდა რუსეთიდან სომხეთში მიმოვალი გაზიდან ჩვენ ხსნიდით პირდაპირ 10%-ს ყოველგვარი თანხების გარეშე და გადახდის გარეშე პირდაპირ სულთად 10%-ს. ამას გარდა მე ერთი საიდუმლო არაერთხელ გავაჟღერე და კიდევ ერთხელ ამას გავაჟღერებ. ირანიდან აზერბაიჯანში გამავალ მილში საქართველოს შედის გაზი, რომელიდან წილს საქართველო იღებს. ეს მილსადენი მიდის აზერბაიჯანში თბოელექტროსადგურამდე, თბოელექტროსადგური გამოიმუშავებდა ელექტროენერგიას და ან გამომუშავებული ელექტროენერგია, ან გაზი შემდეგ მოეწოდებოდა საქართველოს. იმის მიხედვით თუ როგორ მოილაპარაკებდნენ ერთმანეთში ქართული და აზერბაიჯანული მხარე. თუ ეს ასე არ არის, კეთილი ინებონ და შეეკითხონ ყოფილ ასე ვთქვათ, ენერგეტიკის მინისტრს ხეთაგურს, რომელიც დღეს არის თუ არ ვცდები აზერბაიჯანულ მხარეში ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი სოკარის. მას შეეკითხოთ, არის თუ არა ასე, იმიტომ რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებას უნდა დააინტერესოს ამ ინფორმაციამ, რასაც მე ვამბობ. მაშინ მოგეხსენებათ
ემბარგოედო ირანთან ვაჭრობას, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ხელშეკრულება მუშაობდა. ეხლა პლუს, როდესაც ირანთან იხსნება ეს ურთიერთობები, სახელმწიფომ უკვე უნდა გაასაჯაროოს, მე ასე ფიქრობ ეს ყველაფერი და უნდა ვიცოდეთ რა და რა ფასებში იყო ირანთან დადებულ ხელშეკრულებაში, რა ფასები იყო ჩადებული. მე რამდენადაც ვიცი საქმე დაახლოებით ისე 80-დან $125-მდე 1000 კუბურ მეტრზე. აი ესე იყო. ამას გარდა მინდა გითხრათ ერთი რამ. RAOS ეს არის რუსული კომპანია და ის ფლობს საქართველოში თელასის 75% აქციებს. ამავე დროს RAOS იღებს გაზს რუსეთიდან. RAOS-ის მომარაგებელი რუსეთიდან ეს არის ადგილზე რუსული კომპანია. ანუ ისინი აგვარებენ ერთმანეთში ურთიერთობებს, მათ შეუძლიათ ფასები დაადონ და თუ არ ვწდები შვილობილი კომპანიის მეშვეობით ხდება, ხო? რუსეთის შვილობილი კომპანიის მეშვეობით ერთმანეთში ურთიერთობა. ეხლა მე ამ შვილობილი კომპანიის სახელი დამავიწყდა ელემენტარულად, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ ჩავხედავთ ეს ასე. ანუ ფასებს ისინი გაზის ფასებს რომელიც შედის თბილისში, ხო, ერთმანეთში აგვარებენ. და კიდევ ერთხელ დავამატებდი, სოფლიოში, როდესაც ფასები ვარდება ნავთობპროდუქტებზე, შესაბამისად ფასები ვარდება გაზზეც. ეს არის ისე თქვაც მინდოდა. თუ კი ხელისუფლება, ესე იგი, ვერ აგვარებს გაზის ფასებს აზერბაიჯანთან და დღეს, ესე იგი, ისევ ის მარჟა რჩება $246, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას და ხელისუფლებასაც, გაიხსენონ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა, როდესაც უკრაინამ უარი თქვა ეყიდა რუსეთისაგან დღევანდელ პირობებში $246-ად 1000 კუბური მეტრი გაზი. აი ეს ინფორმაცია მინდოდა ზოგადად მომეწოდებინა და გავაგრძელოთ, რამდენად ადეკვატურია დღეს ეს ფასები, რომელიც ხელისუფლებამ, ესე იგი, დაგვადო ჩვენ გადასახდელად. მოგესალმებით, ეს ფასები ადეკვატური არ იყო გაძვირებამდე და მით უმეტეს ეხლა არ არის ადეკვატური, თუმცა აქ უკვე საუბარია იმაზე, რასაც მე მოურიდებლად 2 წელია ვსაუბრობ, ეს არის ინტერესთა ჯგუფების ლობირება ხელისუფლების დონეზე და ჩვენ ვიღებთ სრულიად გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს, ანუ ტარიფები იზრდება, ეკონომიკა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, მიზნები გასაგებია, მიზნები არის ამ ინტერესთა ჯგუფების, რომ იტყვიან, მაქსიმალური ზემოგებები და ალბათ ეს ფული რაღაც ფორმით გამოყენებული იქნება პოლიტიკაში, სხვანაირი ახსნა არ აქვს, იმიტომ რომ ეკონომიკა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, შედეგი არც წელს იქნება და მით უმეტეს არც მომავალ წელს იქნება, სამუშაო ადგილები არ არის და არ იქნება, მიუხედავად სტატისტიკისა, თუმცა კურიოზი ის არის, რომ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, ანუ ვინც კი ხელფას იღებს, 580,000-ია. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს არის ადამიანთა ჯგუფი ქვეყანაში, რომელსაც აქვს ხელფასი, სხვას ხელფასი არავის არ აქვს. ანუ ეს არის 33% საუკეთესო შემთხვევაში. ანუ რასაც გვეუბნებოდნენ, რომ ბოლო თვეებში დაასაქმეს თითქოს 190,000 ადამიანი, ეს საფრთხე. ისინი ამბობენ, რომ ბოლო თვეებში დასაქმდა 68,000, ანუ გაიზარდა 12%, ეს წარმოუდგენელი რიცხვია, იმიტომ რომ ახლა უნდა გქონდეს ჩვენ ეკონომიკის დამატებითი ზრდა 2.5%-ით მაინც, რომ შეიქმნას ეს სამუშაო ადგილები. დემურ ჩაგეჭრები შეგახსენებ, რომ 190,000 მოგვახსენა პრემიერ-მინისტრმა სულ. არ აქვს მნიშვნელობა ოფიციალურ სტატისტიკაში, რომელსაც ეყნობა მთავრობა, რომ ყველაფერი შესანიშნავადაა, წერია უკანასკნელ მონაცემებში 580,000 ადამიანი. ანუ ეს არის ჯანმრთელი მუშახელის 33%. ეხლა თუ თვითდასაქმებულებს არ შევთვლით, ანუ 9 ჰექტარი მიწარომა აქვს სოფელში და რაღაც წელიწადში 509 ლარსაც ვერ უყრიან თავს, იმას დასაქმებულად თუ ჩავთვლით, გაგვეზრდება მაჩვენებელი თუ არა და 67%-მდე არის უმუშავრობა. რამდენად ჯანსაღი ციფრი 190 სიცრუე აღმოჩნდა. აი ეს 60,000 რამდენად? არა, 190,000 რატო აღმოჩნდა სიცრუეა? იმ 580,000-ია, თუმცა საეჭვოა, რომ 180,000 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი, ეს არანორმალურად დიდი ციფრია და ეს დაეტყობოდა ქვეყანას. უბრალოდ სტატისტიკა ვერ წარმოადგენს სექტორებს და ვერ წარმოადგენს იმ სფეროებს, სადაც ეს დასაქმება მოხდა. გამორიცხულია.
შეუძლებელია. მაშინ კიდე გეუბნებით. დაგეგმილი მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდას პლუს 2.5% კიდე უნდა იყოს. არა, სადღაც 7-8%-ის მარგლებში უნდა იყოს. ესე იგი, ეხლა ჩვენ გვაქვს დაახლოებით წელს იქნება 2%-იანი ზრდა და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ კი ეკონომიკა არ იზრდება, სამუშაო ადგილები სად უნდა იქმნებოდეს ძნელი წარმოსადგენი. ეხლა გადავიდეთ აი ზუსტად იმ თემაზე, რასაც ქვია დენის ტარიფი. აი დენის ტარიფი რო ვიანგარიშოთ დღეს დაახლოებით შეგვიძლია აი დღევანდელ დღეს ჩვენ გადაცემაში ეს დენის ტარიფი დავთვალოთ დაახლოებით რამდენი უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი საკმაოდ კარგადაა დათვლილი, ლარის კურსის ასეთ ცვლილებას როგორ შეუძლია დელის ტარიფზე გავლენა მოახდინოს, უბრალოდ უხერხულია ამაზე საუბარი, მით უმეტეს არასერიოზულია ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით ლარის კურსზე საუბარი, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ცოტა გაზს ყიდულობს კომერციულ ფასით, იმიტომ რომ სხვა დანარჩენი მას ევსება. რამდენად ეფექტურად გამოიყენება ეს ბუნებრივი აირი ცალკე თემაა, ეს არის ბნელი სფერო ძალიან. რამდენი შეიძლება იყოს დანაკარგი? დანაკარგი CEMEC-ის მეთოდიკაში ბუნებრივი აირის დანაკარგი არის 9 სადღაც 25 თუ 65. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა მართლა რამდენი გაზი იკარგება. კატასტროფა იქნება. თბილისში თქვენ ასენს ვერ აანთებთ, იმიტომ რომ ჰაერში წავა მთელი ქალაქი. აი ასეთი თაღლითობებით არის. ასეთი თაღლითური მდგენელებით არის დენის ტარიფი. იგივე არის დენის ტარიფშიც 5-ზე მეტი პროცენტია კარგვა, არადა ტექნიკური კარგვა არ შეიძლება 2%-ს აღემატებოდეს, გამორიცხულია ნებისმიერი ფიზიკის მასწავლებელი გეტყვით თქვენ ამას, იმიტომ რომ სხვა დენები მეც უბრალოდ არ კარგავენ, კარგი სხვა რაღაცები შეიძლება მოკლედ აი ასეთი რაღაცები არის გაკეთებული და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს სფერო კონტროლიდან არის გასული. ეხლა მე მინდა ერთი რამ გითხრა, აი რუსული კომპანიაა RAOS, იღებს გაზს ტრანსგაზიდან. შემდეგ შუაში ყავს იტერა, ეს სახელი რო დამავიწყდა და იტერა, ეს ცნობილი იტერა, რომელიც უკვე რამდენიმე 1-10 წელიწადზე მეტია, ხო აქ მუშაობს. ეს შუამავალი რაში ჭირდება შენი აზრით ეს რა? აქ იტერა ნაკლებ როლს თამაშობს, აქ ძირითადად ქართული ჯგუფებია, რომლებიც ყველანაირ ნორმებს გადადიან. მარტო ის ტარიფი, რომელიც იყო თბილისის მოქალაქეებიდან, თბილისში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიდან, დამატებით წელიწადში იღებდა აბსოლუტურად არაფრის გამო 47 მილიონ ლარს. წარმოგიდგენიათ ეხლა თქვენ ვიღაც ჯგუფი, რომელიცაც ლობირებენ ხელისუფლებაში, ასე ლობირებენ ეს ამ ჯგუფს შევარდნაძის შემდეგ შევარდნაძიდან მოყოლებული. ეს არის ყველაზე ბნელი სფერო საქართველოში, ეს საერთოდ ენერგეტიკასთან დაკავშირებული სფეროები, ვინც იყო ჩამოყალიბებული ის მაფიოზური ჯგუფები, დარჩენილია ყველაფერი, ხელისუფლება იცვლება, აქ არაფერი არ იცვლება, იგივე გავლენები, იგივე არხები, იგივე კანალები, რომ იტყვიან, ასე იგი და იგივე ხალხი, რომლებიც თავ შესანიშნავად გრძნობენ. ამიტომ თავიდან ბოლომდე CEMEC-ი, რომელიც არის უბრალოდ ტყუილის ტირაჟის ორგანიზაცია და დემაგოგი ორგანიზაცია, რომელიც უბრალოდ იტყუება, იმიტომ რომ აი უბრალო მაგალითს გეტყვით. ვინ დანიშნა ეს CEMEC-ის? თურმე გეტყვით, ნუ ვინც დანიშნა თავისთავად ცხადია. ესე იგი თურმე, ესე იგი ენერგო პრო ჯორჯიას წარმოექმნა უარყოფითი ბალანსი. წარმოგიდგენიათ თქვენ მოტივი. და ეხლა ტარიფი უნდა მოუმატოთ ჩვენ, რომ როგორმე ენერგო პრო ჯორჯიას გაუხდეს დადებითი ბალანსი. გამიგეთ? ეს ენერგო პრო, ის ენერგო პრო ხომ არ არის დღევანდელი ენერგეტიკის მინისტრის მეგობართან ერთად რო დაფუძნდა. მეგობარი ფინანსური პარტნიორი. ხო. და თუ გახსოვთ მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხო, მას უნდა გადაეხადა საქართველოს ბაზარში შემოსვლაში, ჯერ მონოპოლისტად შემოიყვანა სააკაშვილმა, ეს დანაშაული იყო, ხო? მაგრამ უნდა გადაეხადა 300 მილიონი დოლარი ამ მონოპოლისტს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შემდეგ ესე იგი ჩამოვიდა 130, არ გადაიხადა არც ერთ. შემდეგ ვითომ გადაიხადა 80. მე დღეს ვეუბნები ხელისუფლებას, ნახეთ, შეამოწმეთ, რა თანხა გადაიხადა ენერგოპრომ საქართველოში მონოპოლისტს. არაფერს არავინ არ შეამოწმებს, მე უბრალოდ დავასრულებ იმას,
და სემეკმა იმას კი არ ჩახედა თუ რატომ წარმოექმნა თქვა უარყოფითი ბალანსი. ჯერტი უარყოფითი ბალანსი თუ წარმოექმნა რომელივე კერძო სტრუქტურად, რა ჩვენი საფიქრალია ესე იგი მენეჯმენტი არ ვარ და რაღაცები არ. რატომ წარმოექმნა, იცით? გვერდსულის საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციის შეძენას და ორმაგ ფასში ყიდულობს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქციას საზღვარგარეთ და ამით ფულის გადინებას ახდენს და ამაში კიდე საკმაოდ სერიოზული თავებია დამალული იმის ნაცვლად რომ უკეთესი პროდუქცია იყიდოს საქართველოში. მოდი თქვათ იტერა არის ორგანიზაცია რომელიც ხსნის ნაღებს. დაანებე იტერას თავი აქ იტერა რაშვაშია საერთოდ ეს არის ქართული ჯგუფები რომლებიც აზიან ამ ბიზნესს იტერა გამოყენებულია რაღაც მიზნით, არის ყაზახური კომპანიაც იყო მომწოდებელი ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ჯერთი გაზი არის უხარისხო, იმიტომ რომ ყველანაირი მაკონტროლებელი სისტემა, რომელიც გაზის ხარისხს შეამოწმებს, მოშლილი იქნა ქართველების მიერ, როცა ყაზახებმა დააყენეს ეს სისტემა, მთლიანად იქა მონგრეული, იმიტომ რომ არავის არ აწყობს ეს სპეციალური, რომ იტყვიან, ტექნოლოგიებით ხდება ის რომ საქართველოში მოსახლეობას მიეწოდება არაკონდიციური გაზი, იმიტომ არის ჩაიდანს 15 წუთი ჭირდება იმისთვის რომ ადუღდეს, როცა 3 წუთი უნდა საკმარისი იყოს რომ ის ადუღდეს. ასე რომ ბევრი რამ არის, აქ არის რა არის, ცით ეს არის სფეროები, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო მოშლილი და მონგრეულია. საგადასახადო ინსპექცია შეიძლება შემოწმება მოახდინოს მხოლოდ საგადასახადო აი მან შენგან განსხვავებული აზრი მაქვს ის რომ მოშლილი და მონგრეული კი არა შეთანხმებულად მოქმედებს. არა, მონგრეულია და რასაც დაავალებენ იმას გააკეთებს. ეთქვიან თეთრია, დაწერს რომ თეთრია, ეთქვიან დაწერეს შავი, დაწერს შავი. სულ ეს არის ეს ორგანიზაცია. ასე რომ ასეთ სიტუაციაში საუბარი იმაზე რომ ტარიფებზეა, აქ არის პოლიტიკაზე საუბარი, საშინაო პოლიტიკა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. არჩევნები მოდის, ყველაფერი გაკეთდება არჩევნების მობილიზაციისთვის, თანხების გადამხდელი საკუთარი ჯიბიდან არავინ არ არის. ამიტომ რა უნდა მოხდეს ბიზნესიდან და მოსახლეობიდან უნდა ამოვიდეს ეს ფული, რომელიც ხელშეუწყობს გარკვეული ჯგუფის კეთილდღეობას, რომ ისინი კვლავ დარჩნენ ხელისუფლებაში და გააგრძელონ შემდგომი 4 წელი, რომელიც ისეთივე არაფრის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, როგორც არაფრის მომტანია პირველი 3 წელი. ანუ შენ იმასაც პროგნოზირებ, რომ ასეთი პოლიტიკის ვითარებაში ამათ იმედი აქვს იმისი, რომ კიდევ გადარჩებიან მომავალი. კი, აქვს იმედი და ამის გადარჩენის ყოველ შემთხვევაში 2016 წელს შანსი ძალიან დიდია, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაო ნაწილი კვლავ ილუზიებშია და კვლავ ხსნელისკენ აპარებს თვალებს. აგერ ნახავთ, მე ვფიქრობ, რომ 2016 წელს რაიმე სერიოზული ცვლილებები არ იქნება, აი 2020 წლისთვის კი უკვე ჩვენ სხვანაირი საზოგადოება გვექნება და ხალხი ძალიან გააქტიურებული იქნება, რადგან ყველა ილუზია უნდა მოკვდეს და ეს ილუზიები ნელ-ნელა კვდება. ერთი მომენტი არის, რომ ჩვენ ახლა პრინციპში თუ ასე გავაგრძელებთ, მართლა ყველაფერზე თავის დახრას, ბეგარას თანდათან გაგვიზდიან და მე-15 საუკუნეშიც დაგვაბრუნებს. ის რაც ახლა გააკეთა ხელისუფლებამ, ამას ხელისუფლებას არ აპატიებდა არც ერთი საზოგადოება, რომელიც საკუთარი ოჯახის წინაშე პასუხისგებელია და საკუთარი ოჯახის მომავალზე ფიქრობს. ამას არ აპატიებდა, იმიტომ საფუძველი კიდე გეუბნებით ასეთი მასშტაბური ზრდისა ტარიფების, რომელიც კიდე გეუბნებით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყნის ეკონომიკას, მცირე საშუალო ბიზნესის ისთვის იქნება მარკუში მოჭერილი ბოლომდე და გვექნება ის რომ ფასები ელვისებურად მიდის მაღლა და კიდევ უფრო გაიზრდება ყველა ძირითად პროდუქცია. ჩვენ საზოგადოების განსაკუთრებით სამკურნალო საშუალებებზე ფასები არანორმალურად იზრდება და შეგვერდნენ დაკლებას 300%-ით მოუმატებს მთელი. მოუმატებენ, იმიტომ რომ ასეთია კულუარული შეთანხმებები, რომელსაც უკვე უბრალოდ რეალიზაციას უკეთებენ, სხვა არაფერი.
ну ახლა პრინციპში მე ერთ რამეში არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მე მჯერა ქართული საზოგადოების და მჯერა იმისი, რომ ჩვენ ასეთ არა, მეც მჯერა, მაგრამ კიდე გეუბნებით, ვერ გაიქცევი იმ ფაქტს, რომ ჯერჯერობით ილუზიის ტყვეობაში ხალხი, ჩვენ ადგილობრივ არჩევნებას გვაჩვენა, რომ აქ ილუზიების საქმე არ არის, უბრალოდ ძალა ჭირდება საზოგადოებას, ჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩაუდგებიან, არა, სათავეში გვერდით ამოუდგებიან საზოგადოებას, მის გვერდით მის ესე იგი პრობლემატიკას გაიზიარებით, ძალიან კარგი ხარ რადიოში ხო ვესაუბრებით. თანდათან, ну, თუ ჩვენი რადიო იქნა, ვიცი რომ ამ ხელისუფლებას პრობლემები სერიოზულად შეექმნება. ამ ტელევიზიიდანაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ საზოგადოებას ნამდვილი ინფორმაცია მივაწოდოთ. მე ვიცი რომ ქართველი არის ადეკვატურად რეაგირებს ყველა პრობლემატიკაზე. ამიტომ დღეს რომ რაღაც ისინი შემოიტანეს ელექტრონული სამაჯურები, ხო? მე მგონი მალე დაჭირდებათ წინსწრებით მართალი თქვა პრემიერ-მინისტრმა, მალე დაჭირდებათ. ხო, აი ამ პრობლემებს თუ დავაკვირდებით კიდევ ერთი რამე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ ქალაქი კიდევ ერთხელ გვიუქმებს ვაუჩერებს, 100 ლარიან ვაუჩერებს. და ატყუებს საზოგადოებას, რომ რაღაც აპელირებას აკეთებს რაღაც დაუცველ ფენებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს არის ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი მორიგი ძარცვა და მოტყუება. აი ასეთი მდგომარეობაა. როგორ გონია ახლა ასეთ მდგომარეობაში 2.5% მაინც შესრულდება. მე ასე მგონია, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია, ბიზნესმენი ვერ შეძლებს ძველებურად მუშაობას, ფასებს უნდა მოუმატოს. შესაბამისად ცხადია, ეს გარდაუვალია. შესაბამისად, ესე იგი, მყიდველ უნარიანობა ადამიანის შემცირდება, რაც არ უნდა მაღალი ხელფასი კონდეს. ეხლა ეს მატება ხო არ არის 23%-იანი მატება, ეგ არის ათეულობით პროცენტით მატება, ხო? პრინციპში ამ ესე იგი სემეკია თუ ვიღაცა იმის ხელმძღვანელს რა ენაღლება, დააჯინეს 12.900 ლარი აქ ხელფასი პრემიების და დანამატების გარეშე 12.900 ლარი ის ემსახურება იმ 400-500 ოჯახს, რომელიც უკვე 25 წლის განმავლობაში ძარცვავს საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს და მათ უნდათ ისე ჩვენ ხარჯზე, ჩვენ ზურგზე გამდიდრდნენ, ისე მდიდრები არიან, მაგრამ უნდათ ეხლა მულტიმილიონერები გახდნენ და ალბათ ბიძინა ივანიშვილს ხო, დაეწიონ ბიძინა ივანიშვილს სიმდიდრეში, მაგრამ აქ მე ერთი რამ მაინტერესებს რატომ ჯერავს ხელისუფლებას, რომ ქართველი ერი ამას აპატიებს? აი საერთოდ მე მგონი ეს ამაში ვერ გეთანხმები რა. რატომ ვერ მეთანხმები? 25 წლიანი გამოცდილება გვაქვს. მე და შენ ხო გვაქვს გამოცდილება კიდევ უფრო დიდი ხნის, როცა საერთოდ გაიძრა. როგორ ეხლა დავიждებით თურქული სერიალების ყურებას გავაგრძელებ? ხო, ჯერჯერობით ამის იმედია და მე რა ხდება ერთი უბედურება საქართველოში, როგორც კი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში, ისინი გონებას კარგავენ, მათ ემართებათ ის რასაც ქვია ლუციფერის ეფექტი, ანუ კარგი ადამიანები იტყრებენ ცუდი საქმეების კეთებას და რაც უფრო დიდ ხანს არიან ხელისუფლებაში, მით უფრო ცუდდება ეს საქმეები და ამას სისტემა უწყობს ხელს. სწორედ სისტემაშია საქმე, ჩვენ 25 წელი ვერ ნახეთ პასუხისგებლობით მქონე ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა ამბიცია, რომ ქვეყანა განვითარდეს, საქართველოს მოქალაქეების ნიჭი და უნარი განვითარდეს, შეიქმნას დოვლათი ქვეყანაში და სტიმული მისცეს ადამიანებს არა გადანაწილებისკენ, არა იმ სამარცხვინო სოციალური პროგრამებისკენ, რომლითაც მოაქვს თავი ხელისუფლებას, არამედ გამდიდრებისკენ და ამას შეუწყობს ხელს რეალურად დასაქმება სადაც არ არის, სადაც ხელისუფლება არ ქმნის პირობებს, რომ ადამიანი კერძო სექტორში იყოს ძირითადად დასაქმებული და თავისი შესაბამისი შრომის თანახმად მიიღოს შემოსავალი. ვირტუალურად მათ დაგვასაქმეს, აგერ გვითხრეს, რომ ჯერ 180,000 ყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ რა კი პროპაგანდაზე გადავიდა ხელისუფლება, ჩვენ უნდა ველოდოთ იმაზე უფრო დიდ პროპაგანდას, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებას ჰქონდა. მათ თქვეს უკვე ერთ-ერთმა ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ შეცდომა დაუშვით, რომ პიარს არ მივაქციეთ ყურადღებავი. ახლა მე მგონი იწყება პიარზე. ვინ უნდა გაუკეთოს პიარი? მე მახსოვს ახლა უკვე გადავედით იუმორის ნაწილში, იმიტომ რომ მათი პიარი 2005 წელი იყო, როდესაც ჩემი ქალაქიდან, იცი შენ როგორი ქალაქიც არის, ენა კლიმატი და ძალიან
ესე იგი იუმორით სავსე ხალხი. როცა ჩავედი, იქ ახლობლება მითხეს მაშინდელი ქალაქის ხელმძღვანელობის შესახებ. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რა იქნებოდა ნაცმოძრაობის დროს, ეხლა რა არის და რა იქნებოდა ნაცმოძრაობის დროს ქალაქის მერია და ესენი, ხო? რატო და როცა ხო იცით ყველას იცნობს ხო ბებია ბაბუადან დაწყებული და როცა ვკითხეო კაცო ამ ახლობელს რომელიც ძალიან მაღალ თანამდებობაზე ბიჭო არაფერი არ იცი რა გინდა ამ თანამდებობაზე რატო და ცოდნა ამასო პიარი და მისი ჯანიო ხო ხო და ეხლა ხელისუფლებას მიყვნა რა საჭიროა დასაქმება თავარია ლეწო რომ დასაქმდოთ მთელი ხალხის უდიდესი ნაწილი ცხოვრება არის შესანიშნავი მალე იბერია გავწყინდება. აი ასეთი უნდა იყოს, აბა როგორ. და მომავალ ერთმანეთს ჩამოკიდებენ მედლებს, მაღალ ტიტულებს თანამდებობიდან თანამდებობებზე გადაიყვნენ, ესე კარუსელებს მოაწყობენ, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს სუპერ ეკონომისტი, მე არის სუპერ საგარეო საქმეთა მინისტრი, ესე იგი გეოპოლიტიკოსი. ძალიან ტკივნეულ რამეს მე ამას მოურიდებლად ვიტყვი, თუნდაც ჩემმა ნაცნობებმა, პროფესორებმა, ამ დარგის სპეციალისტებმა, არც მომესალმონ იქ ქვეყანაში, სადაც გაყალბებული იქნა განათლება. იქ, სადაც ეკონომიკური და ფინანსური განათლება არის ყალბი ქვეყანაში, იმიტომ რომ იგი არ შეესაბამება წამყვანი სოფლიოში ნორმალური, კარგი უნივერსიტეტების დონეს, სპეციალობას არ შეესაბამება ის საგნები, როგორც ასწავლიან და რა მოცულობითაც ასწავლიან და არ ქმნევენ ამ ადამიანებს, ეკონომისტებს და ფინანსისტებს. ახლა თქვენ მე მითხარით, თუ თქვენ ხართ მშენებელი და სამშენებლო საქმე არ გისწავლიათ. თქვენ არ იცით, არც სამშენებლო მექანიკა, არც მასალათა გამძლეობა, არც თეორიული მექანიკა, თქვენ საერთოდ არ იცით არაფერი, მაგრამ თქვენ გაქვთ რაღაც წარმოდგენა მშენებლობაზე და თქვენ ქვიათ მშენებელი ინჟინერი. დაახლოებით იგივე რამ ხდება დღეს საქართველოში, ეკონომიკა და ფინანსები განადგურებულია განათლების თვალსაზრისით და უფრო უარეს გეტყვით. ბიზნეს კურსები რომ MBA რო ქვია, ესე იგი ბიზნესის კურსები. აი იმ კურსების გავლილ ხალხს უწოდებენ ეკონომისტებს და ფინანსისტებს, როცა ის არის ხელობა, რომელიც შეიძლება ფირმის მართვაში იყოს მეტნაკლებად, ისიც ძალიან ზერელე საგნებია. აი MBA კურსების დონეზე რო არის ყველაფერი საქართველოში რაღაც 3 თვიან თუ 6 თვიან კურსებზე გავლილი, ხო, ფუნდამენტალური განათლების გარეშე, იმიტოა არ გამოდის, ხომ ხედავთ, ეკონომიკური პოლიტიკა ვერ იქმნება, ვერ ეს მიზანმიმართულია. რატომ ვერ იქნება? ეს კრედიტ ოფიცრები მათ ჭირდება. სხვანაირად ქვეყანას ვერ გაძარცვაო. ის სხვანაირი ფსიქიკით არ კრედიტ გზარდეს. ოფიცრის აზროვნებაზე რომ მუშაობს საქართველოს მთავრობა და სამინისტრო, ეს საბავშვო სახლები ჭირდებათ, ბანკიც კი არ უნდა. უბრალოდ მაგალითს გეტყვი, იგივეა ეკონომიკაშიც. მე და შენ ახლა არა ვართ უჭკუო ადამიანები, მაგრამ მე და თქვენ ახლა მანქანის აწყობა რომ დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მე ინჟინერი ვარ განათლებით და თანაც მთელი სამეცნიერო მუშაობა სიმტკიცეზე გაანგარიშების ძალიან სერიოზულ საქმეზე ვიყავი დაკავებული, ამ მანქანას მე მარტო ვერ ავაწყობ, იმიტომ რომ იქ ათასნაირი ნიუანსია, ხო? იგივეა ეკონომიკაც. ამას თუ ძალიან მცოდნე ადამიანებმა არ აწყო ეს სისტემა, ისევე როგორც მანქანა იწყება, არაფერი არ გამოვა. არც გამოდის. და არ ჭირდება თუ ამბობ შენ შენ კიდე დადებითიდან შეხედო ამ ადამიანს. არავით არის დადებითი, ამათ არის აბსოლუტური სიბნელე. რატომ უნდა ჭირდებოდეს? ამათ ჭირდებათ ქოლგის დამჭერების ლარის კურსის ამაში და ქოლგას უფრო სერიოზულია საქმე. ეკონომიკას რატომ განავითარებს ხელისუფლება, როცა ასოცირებული ძლიერი ჯგუფები საქართველოში საკუთარი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების, ჩემთვის ხელისუფლება ეროვნული ბანკი, მთავრობაც ყველანი, ხო? ლარის კურსის თამაშით ადამიანთა ვიწრო ჯგუფმა ისევე არანორმალური ფული და თქვენ და მე მინდა რომ ესე იგი ეკონომიკა განავითაროთ და აქ ხელი ესე იგი რაღაც კრედიტები მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცეს, ფერმერული მეურნეობები განვითარდეს. ამას სახელმწიფო მოღვაწეები უნდა და ამას პოლიტიკა უნდა და არა ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ზერელეთ ფლობენ არა მხოლოდ საკუთარ საქმეს, არამედ პასუხისგებლობაში ძალიან მაგრად მოიკოჭლებენ. ეხლა გადავედით ნენელა პარლამენტის დღევანდელ სხდომას მივადექი და რამდენადაც ვიცი მოხსნეს საპრეზიდენტო ვეტო, ხო?
კი, მე მგონი გუშინ მოიხსნა. გუშინ მოიხსნა. მე მგონი კი. თუ ასეთი რამ მოხდა და ეს ფინანსური ზედამხედველობა არა ეს უკვე მოხდა, ეს უკვე ფაქტია. მე ამაზე უკვე ინტერვიუც მივეცი. მე მივაჩნია რომ ჩვენ კარგად არ ვიცით რა მოხდა. აქ ვეტოს დაძლევა კი არ არის მთავარი. გავარკვიოთ მთავარი არის ის რომ შეიქმნა არა საბანკო ზედამხედველობის სამსახური, არამედ შეიქმნა ფინანსური ზედამხედველობის სამსახური. საერთოდ ქვეყანაში რაც ფინანსებს უკავშირდება, ერთი მონსტრი ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდა და გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს, ყველა მონსტრი ორგანიზაცია არაეფექტურია და ცუდად მუშაობს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სამსახური უბრალოდ ვერ გაამართლებს. დღეს საუბარი იმაზე, რომ ბანკები ვერ შეძლებენ რეფინანსირების პროცენტით ცესხების მიღებას სებიდან, ეროვნული ბანკიდან არის აბსურდი, იმიტომ რომ ამის დაკავება არ შეიძლება, იმიტომ რომ ბანკებს ეს სჭირდებათ. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა სხვა რამეშია, რომ ბანკებმა სახელმწიფო რესურსებით სპეკულაციები არ დაიწყონ. ამას თუ გადაკეტავს ეს სამსახური, კიდევ დიდი მიღწევა იქნება, მაგრამ უცნაური რა არის? ეგ მას არ ეხება. მაგრამ ვიცით რა არის უცნაური? უცნაური ისა რომ ამ სამსახურის ხელში აღმოჩნდა ფულად საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები, რაც საერთოდ გაუგებარია. ესე იგი ამ სამსახური ქმნის ბანკებს, აუქმებს ბანკებს, შეუძლია ახლავე შექმნას ბანკი და მისცეს ფუნქცია, ეს იძლევა ლიცენზიებს, ეს იძლევა ნორმებს რეზერვებისა და სხვა მაჩვენებლებისა, რომელიც საერთოდ ზედამხედველობის საქმე არ არის, ეს არის ეროვნული ბანკის საქმე. ჩვენ რა ქადაგიძეზე თავის დროზე 2 თვის წინ რატომაც უნდა ქადაგიძეზე გართულებები თუ აქვს ხელისუფლებას ეროვნული ბანკის მონგრევა და რაღაც კიდე გეუბნებით აბსოლუტურად უზარმაზარი რაღაც ურჩხული ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც შეუძლია უზარმაზარი ზეწოლა მოახდინოს ფინანსურ სფეროზე. ამას ვინ გააკონტროლებს? რა გაწონასწორების მექანიზმი უთხრათ, რეფინანსირების სესხებთან თუ ქონდათ პრობლემები და რეფინანსირების სესხების პრობლემატიკაზე ვსაუბრობ ჩვენ თებერვლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ რადიოდან. ამ შემთხვევაში პრობლემა იყო ქადაგიძე და შეეცვალათ ქადაგიძე როგორც ელემენტარულად მისი ხელმძღვანელი, მაგრამ რა შუაში იყო ზედამხედველობის ინსტიტუტი ეს ფინანსური არანაირ რეფინანსირების შესახებს არ გასცემს როგორც ასეთი, ხო? აქ არის მეორე უბედურება, გია, საქმე ის არის, რომ ის უფლებები, რაც ამ სამსახურს მიეცა, არ ჯდება ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკაში, ეს არის დუბლირება ეროვნული ბანკისა და ეროვნული ბანკის მიზანმიმართული შევიწროება, თანაც ამ სამსახურს არ გააჩნია სერიოზული მაკონტროლებელი. მინდა შეგახსენო აი ერთი სიტყვით, ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ, როდესაც საქმე ეხებოდა ეროვნული ბანკის მუშაობას, ბატონი ღარიბაშვილი გვეუბნებოდა, რომ ის კმაყოფილია ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მუშაობით. ამავე დროს მინდა შეგახსენოთ 2 დღის წინ იუგი კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც აცხადებდა, რომ ეროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის წვლილი ლარის გაუფასურებაში მინიმალურია. ხო, ესე იგი, რა რიცი, მაშინ რა მოხდა? მოდით მარტივი კითხვა დავსვათ. რა შექმნეს და რატოში? მაშინ რატომ მოხდა ეს ყველაფერი? ცხადია, ეს ვიღაცის ნებით არ მომხდარა. მხოლოდ იყო ობიექტური ფაქტორები, მაგრამ გაცილებით მეტი იყო სუბიექტური ფაქტორები. ეხლა მოდით თქვათ, გასაგებია, რომ მიზანი მიღწეული იქნა, სამსახური შეიქმნა და ეხლა ქადაგიძის ძაგებას მთავრობის მხრიდან აზრი არ აქვს. მე ამას ვხედავ ამ განცხადებებში და ეხლა იწყება რა? ესე იგი, რომ ლარის კურსი მყარი იქნება. ეს უკვე ქადაგიძე ჯერ კიდევ თანამდებობაზე იყო, ჯერ გამოყოფილი არ იყო ეს სისტემა, რომელსაც ამ განცხადება. მაგრამ გამოიყოფოდა, აშკარა იყო. ეხლა მოდით ასე ვთქვათ, ეს სამსახური შეიქმნა და შეიქმნა ილუზია, რომ ლარი გახდება სტაბილური, ხო? კიდე გეუბნებით, ლარის გაუფასურებას უდევს ფუნდამენტალური ფაქტორები. ეს ფაქტორები დევს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკაში, იმ დიდ პრობლემებში და პოლიტიკაში, რომელიც ახორციელებდა ეროვნული ბანკი და მთავრობა, არც ერთია სწორი და არც მეორე და ზედამხედველობის სამსახურის მარწუხები
არა მარტო ვერ გააჩერებს ლარის კურსს, არამედ კიდევ უფრო დიდ უბედურებას მოიტანს, როდესაც შეიძლება უკონტროლო ორგანიზაცია გახდეს იმის წყარო, რომ ადამიანები საერთოდ დაკარგავენ ლარის მიმართ გრძნობას იმისა, რომ ეს მყარია და შეიძლება მასზე დაყრდნობა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის შექმნა აწყობდა, პირდაპირ ვამბობ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც აქვს თავისი პირადი ბანკი. ამ ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუტის შემდეგ ის გახდა ზედამხედველი ფაქტობრივად მართველი ყველა დანარჩენი ბანკის. ფაქტია, რომ მას უკვე გააჩნია მექანიზმები, რატო ზეგავლენა მოახდინოს ამ ბანკების მუშაობაში და თუ საჭირო გახდა საკუთარი ინტერესებს დაუქვემდებაროს ისინი. შესაბამისად, ამას გრძნობდნენ და ხედავდნენ ყველა დასავლური ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში მუშაობს, ეს არის მსოფლიო ბანკი, ეს არის სავალუტო ფონდი, ეს არის ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკი და მათთან ურთიერთობების სერიოზულად მოირღვევა. ეს რას ნიშნავს? რომ ნებისმიერ კრიზისულ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს დაჭირდება სავალუტო ექსპანსია, გარკვეული დახმარება, კრედიტი, ეს ორგანიზაციები უარს იტყვიან საქართველოსთან ურთიერთობაზე, რაც ქვეყანას მორიგ შესაძლო კი რა 100%-იანი შემილია თქვა, რომ მორიგ კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება კოლაფსშიც აღმოჩნდეთ. აი ეს იქნება ამის შედეგი. აი ახლა საინტერესო გადარჩენის ერთადერთი გზა და იმედი რაც არის და აი კვირიკაშვილის დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად ამის ნიშანია, ეს არის აზიის განვითარების ბანკი, ჩინური ბანკი, კვირიკაშვილმა ესე იგი მოაკვარახჭინა თავის დროზე მასთან ურთიერთობა და იმედი აქვს, რომ აი აზიის განვითარების ბანკი ამ მძიმე სიტუაციაში მძიმე წელიწადს გადაათრევინეთ. აი ეს არის სულ. აი ახლა რა არის საინტერესო, აი რასაც შენ ამბობ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ეს რომ არ მოხდეს, რაიმე ბლოკირების მექანიზმი ჩადებული არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლება ინსტიტუტების დონეზე არ იმართება, ხო სწორია, საქმე არ წყდება. ხელისუფლება იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული კრედიტ ოფიცრების დონეზე. ის საფრთხეები, რომელიც არსებობს ასეთი მონსტრი და მით უმეტეს ხელისუფლებას დაქვემდებარებული ორგანიზაციის შექმნით, რა თქმა უნდა არსებობს და შეიძლება წინასწარი ითქვას, რომ უახლოესი 2-3 თვის მერე ჩვენ გვექნება სრული სურათი თუ რას გააკეთებს ეს ორგანიზაცია. ლარის კურს ეს ორგანიზაცია კი არა, მთელი ხელისუფლება რომ ჩაეჭიდოს, მაინც ვერ გააჩერებს, კიდე გეუბნებით. სანამ ეკონომიკაში სერიოზული ცვლილებები არ მოხდება, ეკონომიკაში სერიოზული ცვლილებების გამტარებლები არ ჩანან, იმიტომ რომ პოლიტიკა არ არის, ჩვენ დღესაც არ აქვს მაკროეკონომიკური პოლიტიკა თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველა პროგრამა ჩავარდა. ეს არის აწარმოე საქართველოში, თავიდან ბოლომდე ეს არის სოფლის მეურნეობაში გასროლილი მილიარდი ლარი და იგივე დაქცეული სოფელი და სრულიად უაზრო პოლიტიკის შედეგი. 100 ქარხანა და რაღაც. ესე იგი, იმიტომ რომ ის რაც კეთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეესაბამება სოფლის მეურნეობის განვითარების ინტერესებს. ასეთ პირობებში როდესაც სავალუტო კრიზისი დაძლეული არ არის, როდესაც ქვეყანა დაკიდებულია მთლიანად იმპორტზე, არ არის სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში. ჩვენ გვეუბნებიან, რომ გასულ წელს 1.2 მილიარდ რაღაც დოლარი შემოვიდა ინვესტიცია. წელს გვეუბნებიან, რომ შემოვა თითქმის 2 მილიარდამდე დოლარი. ეხლა მოდით ასე ვთქვათ, სად შემოდის, რა არის ეს ინვესტიცია, თუ რას უძახიან ისინი ინვესტიცია, სად მიდის ეს ფული, 2 მილიარდი დოლარი რომ კრედიტი გატარებულია ინვესტიციებში. ხო, ესე იგი, საიდან ხდება ამის დათვლა? კიდე გეუბნებით, ეხლა თუ კი ამას მიეშველება სტატისტიკის სამსახური, სექტემბრის შუა რიცხვებში გთხოვა სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა შეხვედრა იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს, მე ძალიან ხისტად დავსვამ საკითხს, იმიტომ რომ სტატისტიკის სამსახურმა თუ ხელისუფლებების თამაში დაიწყო, სტატისტიკის სამსახური გაანადგურებს თავის თავს, იმიტომ რომ სტატისტიკა ეს არის რეალური მონაცემების კონსტატაცია პოლიტიკის
ინტერპრეტაცია არ არის სტატისტიკის სამსახურის საქმე. არის ტყუილი, დიდი ტყუილი და სტატისტიკაო. ეს ტოტალიტარულ ქვეყნებში. თუ ჩვენ მივდივართ. შენ თუ ვარ ტოტალიტარული ქვეყანა, მაშინ სტატისტიკაში ასრულებს ამას ყველაფერს. პიარზე აპირებენ გადასვლას, ანუ პიარით მართვას. მათ ეგონათ, რომ მათ გონიათ რატომღაც რომ სააკაშვილი პიარით მართავდა. ესე იგი, მათ სააკაშვილი რა ინსტრუმენტებითაც მართავდა და შევარდა ინსტრუმენტების ჩართვა. სამწუხაროდ ხელისუფლებას წარმოადგენა რა აქვს, რას აკეთებდა სააკაშვილი საქართველოში, რას წარმოადგენდა მისი სისტემა, ძალიან სერიოზული თემა არის, რა მართვის მექანიზმები იყო და რა მართვის მექანიზმები იხვეწებოდა და რა მიზნით იხვეწებოდა. ასე ბრმად მიადგა, სისტემა უცვლელი დატოვა და აბსოლუტურად შეუსაბამო მექანიზმებით მართავს და შედეგი არის ძალიან არა ერთხელ გავაფრთხილეთ, რომ ბიუჯეტს ვერ შეასრულებდა ბიუჯეტს სააკაშვილი ასრულებდა დაჟით, წართმევით, წაგლეჯით, შეურაცხყოფით ადამიანების, ანუ ტოტალიტარული მეთოდებით. შენ თუ გინდა ნორმალური სახელმწიფო შექმნა, კეთილი ინებე და მოახდინე რეფორმები ქვეყანაში, განავითარე წვრილი და საშუალო ბიზნესი, პატიოსნად გაანაწილე ჩაატარე იაფი კრედიტის პროგრამა, დააფინანსე სტარტაპები ქვეყანაში, შემოიყვანე შექმნილი საინვესტიციო გარემო, მოხსენი ეს მონოპოლიები. არაფერი არ გააკეთეს, რატომ? იცი ძალიან მოეწონა. მონოპოლიები იზრდება. ძალიან მოეწონა. ნახეთ, მონოპოლიები იზრდება იქ, სადაც ყველაზე არსებითია ფქვილის სფეროში და ამას სტიმულს ხელისუფლების მხარდაჭერით კეთდება, რა თქმა უნდა, კულუარულად. მონოპოლია გაძლიერდა და იმიტომ არის თავხედური ფასები სამკურნალო საშუალებებში, ეს უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდა. უბრალო მაგალითს გეტყვით. 2014 წლის პირველ ნახევარში, ანუ პირველ 6 თვეში საქართველოში იმპორტიორებმა შემოიტანეს 176 მილიონი დოლარის წამალი. ნახე? წელს 6 თვეში იმპორტიორებმა შემოიტანეს 405 მილიონი აშშ დოლარის შესაბამისი სამკურნალო საშუალებები 226 მილიონი ამ ბიზნესმა ამოიღო დამატებით და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზეწოლა ლარზე სად წავიდა 400 მილიონის წამალი რისთვის იქნა ეს საჭირო ამბობენ რომ სახელმწიფო პროგრამების მომსახურებაზე გამორიცხულია წამაზე ფასი 5-ჯერ ნაკლებია ვიდრე საქართველოში მიუხედავად 19 შემოწმებელი ყავთ და 19-ჯერ მეტია აქ არის ძალიან მარტივი სიტუაცია საქართველოს ხელისუფლებები არიან გარიგებაში მსხვილ იმპორტიორებთან, ამიტომ გძნობენ ისინი მონოპოლისტებად თავს, ამიტომ არის კულუარული გარიგებები, როცა ირღვევა, ისინი იწყებენ ხმაურს, გასაგებია ხო, ხელისუფლების გასაგონად და ვერანაირი საბაზრო ეკონომიკა ამ ვითარებაში ვერ ჩამოყალიბდება. ახლა ამ ვითარებაში, ესე იგი, გადარჩენა რა გონიათ, ნუ ინგა გრიგოლია, მე ვთქვი, რომ ის ჟურნალისტი არ არის, პოლიტექნოლოგია ჩვეულებრივი მაგრამ ეხლა მიშველაძეს უშვებენ კიდევ, შემდეგ თავიანთი გამზარდია გაუშვეს, რუსთავიორმა თავი ჟურნალისტები გაყარა, მოკლედ ესე იგი სამხედრო ბანაკს ემგვანება ქვეყანა. ჭირდებათ საინფორმაციო ომის დაწყება ერთმანეთთან და ამ ჭკვიანებს გონიათ, რომ ისინი დარჩებიან ამ მოედანზე გამარჯვება. ქართველი ერი ვითომ არ არსებობს, ვითომ ეს არის რაღაც ეს შეცდომა ნელი ადამიანები რომელსაც პირველად არ ხდება ასეთივე შეცდომა დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა როდესაც მან იგნორირება გაუკეთა თორე შევარდნაძის აბსოლუტურად დამყარებული რეჟიმის შეცვლის შემდეგ იყო უზარმაზარი მუხტი ქვეყანაში განახლებისთვის და ეს შეიძლება გაკეთებულიყო ქართულ ხალხთან ერთად საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მათი სრული ჩართულობით ამ პროცესში წესიერი პოლიტიკით და სააკაშვილი დღესაც პრეზიდენტი იქნებოდა სამწუხაროდ მან ვერ გაკაჩა ეს დიდი საქმე იგივეა დღევანდელი ხელისუფლებაც მას ხალხი არ აინტერესებს მას აინტერესებს ის ბრძოლა რომელსაც იგი აწარმოებს ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რომელიც თვითონვე დააყენა ფეხზე და მოათქმევინა სული
გარანტიას გაძლევ, რომ რაც არ უნდა ბერონ ეს ხელისუფლება, პიარშიკემა, რაც არ უნდა ბერონ სააკაშვილის ხელისუფლება, არაფერი აქ არ გამოვა. არა, გასაგებია. ეს არაგაბერვადი სისტემა არის. შეუძლებელია რაიმე შეიქმნას პიარის სახით რა, უბრალოდ შეუძლებელია კაცი წამებელმა, გაუმპატიურებლებმა და ადამიანის გამღატაკებლებმა და ელემენტარულად სუნაგმა, რომელსაც საკუთარი სიხარბის მეტი სხვა მამოძრავებელი ინსტრუმენტი არ აქვს, ქვეყანაში გააგრძელოს მართვა. ეს არის დამთავრებული. უბრალოდ მე რა არის, მე სხვა რაღაცის მეშინია. ქართველი არის ძალიან რეაქციულია რაღაც მომენტში რა, უცებ მიიღებს გადაწყვეტილებას და შეიძლება ეს გადაწყვეტილება აფექტურია. აი აფექტურ მდგომარეობაში როგორ იქნება პროცესები, როგორ ვითარდება მე ამის შიში მოდით ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, მე არ მინდა რაიმეს ფორსირება, ან და ვინმე საიმესკენ ვთქვათ მითითებასავით გავაკეთო, ეს ბუნებრივი პროცესია, იმიტომ რომ საქართველოში ათასობით ადამიანი ფიქრობს გააქტიურებას და ეს არის ყველაზე სწორი, იმიტომ რომ სხვის ხელშემყურებამ რა მოიტანა კარგად ჩანს. ნებისმიერი დასავლური ტიპის სახელმწიფო ისე ძლიერი გახდა მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი იყო ნება მისი ხალხის უდიდესი უმრავლესობისა და ამ ხალხში გამოჩნდნენ ლიდერები, რომლებმაც, აი, როგორც შენ თქვი, არა ის პარტიები რაღაცა, არა ვიღაც მხსნელი და გადამრჩენები, არამედ შენს გვერდით დგომი ადამიანები, რომელსაც შენ, მე და ასე შემდეგ მივანდობთ გარკვეული პერიოდი შეასრულოს ის ფუნქცია, რომ საქმე უკეთესობისკენ წავიდეთ. ეს პროცესი გარდაუვალია, კონტროლით აუცილებლად ჩამოყალიბდება საქართველოში სულ სხვა ეროვნულ ნიადაგზე ცივილიზებული, რომელსაც შესანიშნავად იცის, როგორ უნდა იმუშაოს დასავლეთთან, როგორ უნდა იმუშაოს მეზობლებთან, რომ თავი გადაეჩინოს და უბედურებაში არ აღმოჩნდეს. ეს პროცესი დაწყებული, ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს, უბრალოდ ამის სწრაფი ფორსირება არ ხდება, მთავარია ხალხი დარწმუნდეს ერთ რამეში. და უნდა დამთავრდეს ეს ბელადომანია, ვიღაცის იმედად ყოფნა, სხვის ხელშემყურება, ხალხს სჭირდება მიმოიხედოს ის ირგვლივ და გამოერკვეს ტოტალიტარიზმიდან. ყველა საუკეთესო ლიდერი თქვენს გვერდით არის. კეთილი ინებეთ, როცა ქალაქის მერს ირჩევთ, ვიღაცის დანიშნულ ხალხს ნუ კი ირჩევთ, თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, ვის მიცეთ თქვენ ქალაქში ხმა. როცა ამას მიაღწევთ, თქვენ მერე პარლამენტარებსაც კარგად შეარჩევთ და მოთხოვთ კიდევაც მას. მოკლედ პროცესია რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის გარდაუვალი. ხელისუფლებები აკეთებენ იმას, რომ საბოლოოდ ასამარებენ იმას, რაც უნდა დასამარდეს ქვეყანაში. ეს არის ბოლშევიზმი. ეს არის შევარდნაძის ეპოქა, რომელიც ჯერ განხილვებული არ არის. ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი საკუთარი სახელმწიფო. რა არის შევარდნაძიზმი და არის შევარდნაძის ეპოქა. ეს არის უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის და საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელისუფლებაში ყოფნა გამოყენებული იქნა საკუთარი ჯიბის საკეთილდღოდ. აი ეს არის შევარდნაძის ეპოქა, ხო? ეს დასრულდება აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში დასრულდება ქართული სახელმწიფო, რომელსაც აქვს სერიოზული პრობლემები. მადლობ, აი ზუსტად ის რის თქმაც მე მინდოდა და ასე მგონია კიდევ ერთი რამ მინდა შევახსენო ამ ხელისუფლებას, რომ დაუჯელი არავინ არ დარჩენილა. აი შევარდნაძის მაგალითს ისტორიულად საქართველოში დრო ყველას ჯის, ეს მაგრამ ჩვენ ვერ ვითარდებით. გამოკიდებულები არიან შევარდნაძის მაგალითს, რომ იქნება გადარჩენ, ნუ იქ ვიღაცებით გაიქცნენ საქართველოს. შევარდნაძის ეპოქა დასრულებული არ არის. თუ ახლა ვინმეს იმედი აქვს, რომ ისეც ასე გაიქცევა, ფულს მოხვეტავს და ეს არის ფაქტურად შეუძლებელი. ნუ მოსკოვში შეიძლება იმან იცხოვროს, აი როგორ დღეს მაგალითად აბაშიძე ცხოვრობს, ხო, ასლან აბაშიძე სადაც გამოკეტილი, ნუ სადღაც შეიძლება ბუნაგში გამოიკეტოს, ბევრია ასეთი ბუნაგში გამოკეტილი. თუ ასეთ ბუნაგში გამოკეტილი მომავალი უნდათ, რომ იტყვიან კარტივ რუკი იმ და წავიდნენ სადაც უნდა, ეს მათ მოუწევთ, მაგრამ თუ მათ უნდათ ისტორიაში ნორმალური კვალიდატორი როგორც ადამიანებმა, როგორც საზოგადო მოღვაწეებმა, როგორც ქვეყანაზე ელემენტარულად შეყვარებულმა კაცებმა, ხო, სამშობლო კაცებმა ელემენტარულად სხვანაირად უნდა იხორონ და იმოქმედონ. ორი ფუნდამენტალური პერიოდი იყო, სადაც ქართველი ხალხი აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო. პირველი ეს იყო 90 წელი, იმიტომ რომ ხალხმა გააკეთა ფანტასტიკური რაღაც. იგი მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ იქ საგარეო საშინაო პრობლემების გამო მოხდა ძალიან ცუდი რამ,
როგორი ცუდი არ უნდა ყოფილიყო მართლობა, ახალ ფეხადმულ სახელმწიფოში არავის ჰქონდა უფლება იარაღისთვის მოეკიდა ხელი. მაშინ დამარცხდა ეროვნული მოძრაობა და ეროვნულმა მოძრაობამ თავისი ამოცანა ვერ შეასრულა. მაშინ ჩაიკლა ყველაზე დიდი მუხტი და მეორე დიდი მუხტი იყო შევარდნაძის ეპოქის ცვლილების მოლოდინში ხალხი ცდილობდა რომ აი ასე იყო და ამ ტალღაზე მოვიდა საუბედუროდ შევარდნაძის სრული გაგრძელება ბატონ მიხეილ სააკაშვილი მის მიერ გამოზრდილი უზარმაზარი ჯგუფი პარლამენტში ერთად ვიყავით და შესანიშნავად ვიცი როგორ უვლიდა შევარდნაძე ამ ჯგუფს და როგორ ელოლიავებოდა და ჩვენ დავკარგეთ მაშინაც უზარმაზარი მუხტი, იმიტომ მაშინაც ფანტასტიკურად მძიმე რეფორმების გაკეთება შეიძლებოდა და ქვეყანა დღეს აუცილებლად სხვა ტრაექტორიაზე იქნებოდა. ეხლა რა გამოვიდა? 25 წლის თავზე ჩვენ უნდა შევძლოთ არსებული სრული რესურსის მობილიზაცია აბსოლუტურად გონიერად, ცივი გონებით, აბსოლუტურად პრაგმატულად, ეს უნდა ვიმოქმედოთ, რომ რა გვინდა მეტი 2 მილიონი კაცი გასულია ქვეყნიდან 580,000 კაცი აქვს ხელფასი სიღარიბეში იხჯობა ქვეყანა და მძარცველი პოლიტ ბიზნეს ჯგუფები ერთ ჯგუფად ჩამოყალიბებული აგრძელებენ უნამუსოდ ძარცვას ქვეყნის ეხლა მეტი რაღა გინდათ ვერ გავიგე მეტი რა ვთქვა დღეს თან მეტი რაღა უნდა ვთქვა რაცათქმელი იყო თუ ეს სიამოვნებას ამეყანაში ვინმე ხელისუფლები და სირცხვილის გზნობა გააჩნია ძალიან ფრიად ისეთი უცნაური გზნობა ხო სირცხვილი 25 წელი ჩვენ ამას რო საუბრობ და ჩვენი პირადი პასუხისგებლობა ხო ამისთვის მე რა მომივა ხვალდაზე ამაზე რომ ვფიქრობდე დღეს ამას არ ვიტყვი ხო სწორია მაგრამ მე მივაჩნია რომ ჩემი პირადი პასუხისგებლობა და ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია ვალდებულს მხდის ვისაუბრო ამაზე ასე ამიტომ ქუჩაში მე რაც არ უნდა მიქნა როგორი რეპრესიაც არ უნდა მოახდინონ მე ამის გამო არ შევჩერდები და არ შევაჩერებ, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ ასე სახელმწიფოს ჩამოყალიბება შეუძლებელია. სახელმწიფოს წინაშე არსებობს არა მარტო საგარეო დიდი საფრთხეები, არამედ საშინელი საფრთხეები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის არის სიღარიბე, განათლების დეგრადაცია და ეროზია ქართული ნიჭისა და უნარისა. ამას თუ არ შევაჩერებთ ჩვენ თავისთავად მოხდება ძალიან ცუდი რამ. ჩვენ ამის გამო დაგხოცავს ვინმე თუ არა პროცესი არ გაჩერდება, პირიქით თუ ვინმე ხელს მოკვიდოთ, მის უფრო ჩქარა განხორციელდება ეს ყველაფერი. აი სირცხვილი გზნობის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ ცხოვრობთ აქ და ქალები ყავს გაგზავნილი საზღვარგარეთ. საქართველო ცხოვრობს ბოლო მონაცემსაც გეტყვით, საქართველოდან გასული ჩვენი მოქალაქეების 62.5% ქალია. საქართველო ცხოვრობს ქალთა შრომაზე. და საქართველოში მივედით იქამდე რომ აქ დარჩენილი მათი მეუღლეები და შვილების საკმაოდ დიდი ნაწილი პარაზიტირებს საკუთარი დედის შრომაზე და ეს არის სოლის. დიახ. მოკლედ დღევანდელი გადაცემა დავასრულოთ. საფიქრელი მე მგონი თქვენც დაგიტოვეთ და ჩვენთვისაც დავიტოვეთ ახლა. ან მონებათ უნდა მოკვდეთ და დავრჩეთ, ან თავისუფლება უნდა მოიპოვოთ. შეუძლებელია მონის ფსიქოლოგიის ადამიანს თავისუფლება უნდოდეს. შეიძლება ვიღაცა თვლის ან ჩემზე ან თემურზე რომ გიჟები ვართ ამ თემებზე რომ საუბრობთ, ხო? უკეთესია ნორმალური ხალხი ვართ, არ გიჟები არ. უკეთესია წახვიდე და ვიღაცის მლიქვნელი იყოს, სამსახურში 3500 ლარი აიღო, მერე კიდევ 3500 პრემია გამოიწერო, იქ დამატებითი ხელფასი და პლუს კიდევ სახელმწიფოს შესყიდვებში მოიპარო და იყო ბედნიერი. ეს ვიღაცა თვლის რომ ძალიან მაგარი რამე, მაგრამ ჩვენ ასე ვთვლით რომ ეს ასე არ არის. ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი ქვეყანა არის. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის სამარცხვინო საქციელი და უღირსი საქციელი. ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი ქვეყანა არის და ჩვენ ქვეყანას ჩვენ უნდა უპატრონოთ. პრინციპში სხვანაირად არ შეიძლება და რაც უფრო მეტი ადამიანი დაადგება დღეს საკუთარი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, მით უფრო სწრაფად გამოვალთ ამ პრობლემატიკიდან. მადლობთ მომავალ შეხვედრამდე, მომავალ შევხვდებით სამშაბათს 3 საათზე
და აი ესეთი საინტერესო საუბრები გვექნება, აი პიარი ახსენა დემურმა ინფორმაციის თავისუფლებაზე საქართველოში თუ რა პრობლემებია და როგორ. და აუცილებლად მე შემიძლია იდეაც მოგცეთ, ახლა ხან გამოქვეყნდა ერთი კარგი გამოკვლევა, სტალინი როგორც ინფორმაციული ომის მამამთავრი აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ მთელი დასავლური საინფორმაციო ტექნოლოგიები აგებული იქნა სტალინისა და გებელსის გენიალურ მიდგომებზე. ეს მათ ჩაუყარეს ხელი, მათი გამონაგონი დღეს არის უკვე დახვეწილი, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, ნებისმიერი შავი პიარი, ეს არის ტოტალიტარიზმის გამომხატველი და მას მამამთავრებად ყავთ სტალინი და ჰებელსი. მაგრამ ამავე დროს მათ უკან ყავდათ ხიშტები და დახვეწილი ხალხები, თავის საკონცენტრაციო ბანაკები და ასე შემდეგ, ტყუილა ნუ ექნებათ რაღაცის იმედი. კარგად ბრძანდებოდეთ მოკლედ მომავალ შეხვედრამდე.